ეროვნულ სასახლეში პროექტი მწერლის ლაბორატორია დაიწყო. სკოლის მოსწავლეებთან პირველი შეხვედრა დღეს გაიმართა. ღონისძიებას მწერალი, მხატვარ, ილუსტრატორი, ეროვნული სასახლის მედიათეკის მთავარი სპეციალისტი და პროექტის ავტორი ლელა ცუცქირიძე უძღვებოდა. როგორც მან აღნიშნა, პროგრამის მიზანია მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება, მათი კოგნიტური უნარჩვევებისა და კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, საბავშვო ლიტერატურისა და ეროვნული სასახლის პოპულარიზაცია. შეხვედრის ფარგლებში ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ უშუალოდ მწერლისა და ილუსტრატორისგან მოისმინონ, რა გზას გადის წიგნი იდეიდან გამოცემამდე, როგორ იქმნება სიუჟეტი და პერსონაჟი. ასევე გაეცნობიან წიგნის ილუსტრირების სხვადასხვა მეთოდებსა და მედიათეკაში დაცულ რარიტეტულ საბავშვო გამოცემებს. დღეს არის 4 თებერვალი, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ეს დღე დაემთხვა მწერლის ლაბორატორიის გახსნას. ეს არის ეროვნული სასახლის მედიათეკის პროექტი და დღეს შედგა პირველი შეხვედრა. პროექტი ითვალისწინებს მწერლის და ილუსტრატორის გამოცდილების გაზიარებას ბავშვებისთვის. რა ტიპის წიგნები არსებობს, ილუსტრაციის როგორი მეთოდებია, რა გზას გადის წიგნის საერთოდ იდეიდან გამოცემამდე, როგორ გრძელდება შემდეგ წიგნის ცხოვრება. ასევე ბავშვებისთვის სპეციალურად შევქმნით საავტორო აქტივობები, რომელიც აქაც იხალისეს ამ აქტივობებით, მაგრამ შემდეგ უნდა გააგრძელონ სკოლაში, შეუძლიათ გააგრძელონ. მწერლის ლაბორატორია მოიცავს შემეცნებით და შემოქმედებით აქტივობებს. მასში მონაწილეობენ თბილისის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები და ეროვნული სასახლის აღზრდელები. ორგანიზატორთა განმარტებით პროექტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი შეხვედრები გაიმართება პედაგოგებთან. წლის ბოლოს უკვე მაისის მეორე ნახევრისთვის გვექნება შემაჯამებელი შეხვედრა პროექტში მონაწილე მასწავლებლებთან, კლასების მასწავლებლებთან და მათგან მივიღებთ უკავშირს და შევქმნით ერთ საერთო წიგნს, რომელსაც ერქმევა მწერლის ლაბორატორიის წიგნი. ბავშვები დაწერენ პატარა ზღაპრებს, რომელთა დასაწყისიც უკვე დაწერილია ჩემ მიერ და ისინი გააგრძელებენ მწერლის მიერ მიცემულ დასაწყისს.